ძალიან დიდი მადლობა ბენც, გამარჯობა მოგესალმებით ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. გადაცემის წარმოდგენია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩავლილ დღესასწაულებს ძვირფასო ტელემაყურებლებო ახალ წელს და ასე შემდეგ. მალე ახალი არჩევნები და ახალი მთავრობაც მომელოცოს. ეს ისეთი წელია ძალიან საინტერესო. ვიწყებთ ძალიან ცენტრალური და თავზარდამცემი თემით, ნუ არ ვიცი მე ამდენი დღე ნერვიულობაში გავატარე. ქართული ოცნების დეპუტატები ზარქუა ირაკლი, ვიქტორ სანიკიძე და კიდე მესამე, არ ვიცი ის მე. სერიოზულ შარში გაეხნენ ძვირფასო მეგობრებო აბუ-დაბიში. მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა. იქ ჩასულ ოცნების დეპუტატებს საქართველოს მოქალაქემ მონა და მოღალატე ეძახა. ნუ ირაკლი ზარქუამ და დანარჩენებმა გადაწყვიტეს მეორე დღეს შურიზიების მიზნით ეცემათ მოქალაქე, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა წინა დღეს. ნახოთ ამის ამსახველი ვიდეო კადრები. შეიძლება ნანახი გაქვთ, მაგრამ მაინც ჩვენი მაყურებელი ყავს. ნახოთ. ანუ ეს ვიქტორ სანიკიძეს ესე ჩხუბი არ უხდებოდეს მე ეგეთია ეს რა ფანქარივით კაცი რამ სიგრძე ხელს იქნებს ანუ წარმოიდგინეთ ანუ პირველ დღეს გინება რომ შეიწერეს მეორე დღეს იფიქრეს რა ვქნათო და გაახსენათ რომ ვაშკაცები არიან და პირდაპირ ულაპარაკოთ დაუწყეს ამ ადამიანს ამ აქტივის ჩხუბი. ანუ ფაქტიურად მთელი 24 საათი მოუწიათ ამხელა აბუ-დაბიში ჩმორად ყოფნა. ესე ანუ ესე სწრაფად ვერ გადახარშეს, ვაშკაცები იყვნენ, მივხვდი? გაანალიზეს, იფიქრეს, ხო, ჩვენ ხო ვაშკაცები ვართ და მეორე დღეს დაიწყეს, ანუ ვერ აიტანეს ერთი სიტყვით ბულინგის საქართველოდან, იმიტომ რომ ხო რაღაცნაირად იციან ხოლმე ესე ავარდნა ესე. მეორე დღეს დილით გაიღვიძეს, გამოეწყნენ თეთრ პერანგებში, რომ კამერებში ლამაზად გამოჩენილიყვნენ, ცოლები ცოტა მოშორებით დააყენეს ტელეფონებით ხელში, რომ გადაგვიღე ნახეო რა უქნათო ამასო და ბოლოს სწორედ თავისივე ცოლების მიერ გადაღებული ვიდეოების მიხედვით ემუქრებათ ციხე 4-დან 7 წლამდე ძვირფასო. ზარქუა და სანიკიძეს არაბეთში ციხე ემუქრება, ანუ ვერ გავიგე რა ხდება. არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს დიპ შეიხები მართავენ თუ რა ხდება? კოლექტიური ნაცშეიხები? მე მინდა მივმართო არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტს. შენ! მისტერ ხალიფა ალ-ნაჰიანს. შენ ათლეჰუ სარახ ნუჰაბ ალ-ჰუმ ალ-ჯურლი ინფურან. ალ-ჰურიათ ლიზუჯანა ნიჰზამ აბუ-დაბი. Ent haha, ent nakt haha, ent nakha, nakt haha, net haha, nakt haha. რაც თარგმანში ნიშნავს თავისუფლება აბუ-დაბის რეჟიმის ტყვეებს. რომ თქვენი დრო წასულია იცოდეთ. ესე იგი ზარქუას და მისნაირებს ჩვენ ქვეყანაში თავზე რო აქვთ გადასვლილი. ეგონათ რომ ეს თავზე გადასვლა სხვა ქვეყანაშიც იმოქმედებდა ჩვეულებრივად. ანუ თავზე გადასვლის როუმინგი ჰქონდათ ჩართული. მაგრამ აბუ-დაბიში არ იმუშავა, ეთყობა არ იჭერს იქ. ამიტომ ახლა ზარქუას აბუ-დაბის სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვს. არა და მაგრა არ აწყობს ახლა სამართლიანი სასამართლო სიმართლე გითხრათ იმას ირაკლი ზარქუას. ზარქუ, აბა შენც. ამ ბიჭებს რომ უყურებ მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება გული რა. ნეტა მამუკა მდინარაძე და კახი კალაძეც წაეყვანათ Coldplay-ის კონცერტზე რა. ფიქრობ რომ ისინიც უპირობოდ იმსახურებდნენ იმ უდიდეს ემოციებს, რაც ზარქუამ და სანიკიძემ აბუ-დაბიში განიცადეს. ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვეულია საქართველოს პრეზიდენტი, ოღონდ ის პრეზიდენტი, რომელსაც დასავლეთი აღიარებს. ანუ სალომე ზურაბიშვილი. ქართული ოცნებიდან არავინ მიუწევიათ საერთოდ.
თვითონ ტრამპს უთქვამს, ვიწრო წრეში ვაკეთებთ ინაუგურაციას, რომ მარტო შეინაუგურები და ლეგიტიმურები ვიქნებით, რომ მხოლოდ ქართულ ოცნებას არსად არავინ აღარ ეძახის. ინაუგურაციას ვინ დაეძებს? ამ ეგრეთ წოდებულ მთავრობას ვიზიტებში საერთოდ არავინ ეძახის. ერთადერთი ვიზიტი რაც უწევთ, ეს ირანის პრეზიდენტის წლისთავია, ისიც ოქტომბერში. ჭერის ახდაზე რო არ ჩავიდნენ, ეხლა არ გამოვა ისე არანაირად, იმიტომ რომ ესე წესი ყოფილი. ამერიკას და ევროპას სერიოზული დარტყმა მიაყენა ქართული ოცნების დეპუტატმა მარიამ ლაშხმა. ნახოთ მისი განცხადება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ და ევროკავშირი გათავისუფლდება ჩრდილოვანი მმართველობისაგან. ეს ის ქალბატონია მასონების რო შეერა რა, მასონებზე რო გველაპარაკა ადრე, ეს ის ქალია. ახლა ჩრდილოვანი მმართველობაო, მალე მარიამ ლაშხი გააკეთებს განცხადებას გუდიან კაცზე, შავ ხელზე და რეიკზე, რომელიც გზაზე გადმოხდა, გაარბოდა და თან ნოკია ტელეფონი ურეკავდა. ქვეყანაში არ ცხრება პროტესტი, მოქალაქეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ახალ არჩევნებთან ერთად არის დაკავებული ახალგაზრდების გამოშვება. ნაცვლად იმისა, რომ დააკმაყოფილონ მოქალაქეების მოთხოვნები, ქართულმა ოცნებამ შეკრიბა კლანის მოსამართლეები, მურუსიძის თამადობით და რესტორან ბაბილოში აქეიფა. იცით ეს ამბავი. წინა დღით მოსამართლეებმა პატიმრობაში დატოვეს უამრავი ახალგაზრდა და მეორე დღეს იქეიფეს. საქართველოა ქვეყანა, სადაც სამართალი ვერ ჭამს, ხოლო მოსამართლეები კაიპურსაც ჭამენ და კარგათაც ზღებიან ჯერჯერობით. რო გითხრათ მაგარი დრო ატარეს თქო მოსამართლეებმაო, არ იქნება მართალი. რადგან რესტორან ბაბილოსთან შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებიც აპროტესტებდნენ ამ შეკრებას. მოსამართლეებს აიძულებდნენ ბანერის ქვემოთ თავდახრილები შესულიყვნენ რესტორანში. ამდენიმე მოხერხებულმა მოსამართლემ გაპარვაც სცადა. მოდით ნახოთ ერთ-ერთი ასეთი მოხერხებული მოსამართლე, ნახოთ იქიდან რომ გამოვიდა რა თქვა. ოცნების მოსამართლეების კორპორატიულზე მისული კაცი, რომელიც თავს მზარეულ სოსოდ ასაღებდა, მაგისტრატი მოსამართლე ნუგზარ მგელაძე აღმოჩნდა. რაგაცინებთ. მზარეულია ეს კაცი, ოღონდ კანონების განხრით. ეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევიდან ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულს ამზადებს, აი თითებს ჩაიკვნეთ. 1-4-დან 6 წლამდე მაგ უსამართლობის გემოს ვერ დაივიწყებ, ისეთი კარგი ხელი აქვს. რესტორნიდან გამოსული მოსამართლეები ხალხმა შეძახილებით და კვერცხებით შეამკო, მართლაც რომ ყველა ვიხილეთ, რა კარგი სუფრა იყო. ქათმის კვერცხი გინდა, ინდაურის, ბატის, მწყერის, ეყარა კვერცხები თუ მაგიდაზე, თუ მხრებზე, თუ ყურებზე, თუ სახეზე, ამაზეა ნათქვამი ჩიტის კვერცხი არაკლდა იქაურობასო და სუფრასო. არალეგიტიმურმა მთავრობამ მოსამართლეების დასაცავად რესტორნის ირგვლივ პოლიცია განალაგა. გაყინული პოლიციელები იცავდნენ მოსამართლეებს, რომლებიც სითბოში ძღებოდნენ. ძვირფასო მეგობრებო. წინა წელს პოლიცია ხო ნაძვის ხეს იცავდა, ახლა იცავდნენ მოსამართლეების კეიპს. მალე პოლიციელებს დააყენებენ ტუალეტებთანაც, რომ ჭამის მერე ჩინოვნიკების კუჭის მოქმედება დაიცვან. რომ ხელი არავინ შეუშალოს, აი ეს მოქმედებაც რომ დაიცვან. კიდევ კარგი სპეცრაზმი მოვიდა, თორემ ბოლოს ლევან მურუსიძე აპირებდა სპანჩბობის ფორმით გაპარვას, როგორც სქეიპზე მიწვეული ანიმატორი. სანამ მურუსიძემ ის ხოხობზე ლექსი არ თქვა, მერე რომ სანამ გზა არ დაულოცეს და ყოვლადწმინდა არ თქვეს, მანამდე ჩვენი პოლიცია გმირულად იცავდა მოსამართლეების კეიპს. ამიტომ ვერ მოგვერევიან. სოლომონის განს კრეზის სიმდიდრეს ლეგენდად ოქროს ლალს მობრდღიალეს, მე მირჩევნია ერთი ხარება ბაბილოსთან შეიფრთხიალებს. აი ეს ლექსი მინდოდა მეთქვა. ისე მოსამართლეებს მინდა ვკითხო. მშვიდობიან აქციას არბევთ, სამშობლოს ყიდით, წინაპრების და წარსულების ხსოვნას პატივს არცემთ, ბავშვებს და სიცოცხლის გამგზავრებლებს ციხეში უშვებთ. ღმერთი თქვენ არ გწავთ და რისი სადღეგრძელო დალიეთ იმ სუფრაზე ძალიან მაინტერესებს უბრალოდ. რა ადღეგრძელეთ?
აი სწორედ ამ მოსამართლეებმა, რომლებიც არალეგიტიმურმა მთავრობამ აქეიფა, პატიმრობაში დატოვის აქციაზე დაკავებული ახალგაზრდები, მათ შორის ჩვენი თანამშრომელი ონისე ცხადაძე, სოლიდარობას უცხადებულ რუსული რეჟიმის მიერ პატიმრებს და მალე გათავისუფლებას უსურვებ, მათ შორის ჩვენს ონისესაც, ვიცი რომ გვიყურებს ახლა საკნიდან. ონისე ცხადაძემ პროცესზე თქვა, თუ ნივთის როლისთვისო 4 წელი უნდა მომცეთო, ახლა ასანცო ვისვრიო პროკურორის მისამართითო და 3 თვეო კიდე ზემოდან იქნება დამიმატოთო. მოკლედ ონისემ რომ ასანთი ისროლა, ეგ სინამდვილეში იყო სუ 24-ის რაკეტა. თქვენ შეიძლება იფიქროთ ეს რა აბსურდია, მაგრამ დამიჯერეთ ეს ვერსია ჩემგან გამოიყურება როგორც აბსურდი, თორე იმედისთვის არაჩვეულებრივი ის არის ვარიანტი აი ამ ყველაფრის გამძაფრების. შეიძლება პირდაპირ ასეც აშუქებს ხოლმე. რამდენიმე დღის წინ აქციაზე დაკავებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელიც პატიმრობაში დატოვა სასამართლომ, ამასთან დაკავშირებით გაიმართა საპროტესტო აქციები. ამ აქციებს შეუერთდნენ პოლიტიკოსებიც, მათ შორის გიორგი გახარიაც, ჩავიდა ბათუმში, გიორგი გახარიას ფიზიკურად გაუსწორდნენ ოცნების წევრები დიტო სამხარაძეს მეთაურობით სასტუმროს ფოიეში ცემეს. დიტო სამხარაძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი ფიგურირებდა ამ საქმეში. მაგიტომაც თქვი ცემეს თორე მარტო დიტო სამხარაძის ნაცემი კაცი არ გაიშვას. გინებაც კი არ გამოზდის წესიერად. ხო გახსოვთ პარლამენტში რომ იგინებოდა როგორი არაჰიგიენური სახე ჰქონდა მაგ მომენტში. მზია ამაღლობელი საქმეს რაც შეეხება მან ხელი გაუსვა სახეზე პოლიციელს. ქალურად რომ გაარტყავე ხოლმე ხო იცი ეს. პატიმრობაში დატოვეს და ყოფილ პრემიერს გახარიას რომ ცხვირი გაუტეხეს და ტვინი შერყევა, მაგაზე არც კი დაუკითხავთ არავინ, დაჭერას ვინ დაეძებს. ამიტომ ამ ქვეყანაში თუ რამე შეიცვალა ძვირფასო ტელემაყურებლებო, სასამართლოს რეფორმა უნდა მოვიტოვოთ ბოლოსკენ. იმიტომ რომ აი ამ ნაძირლებს რომ დაიჭერენ, მინდა რომ იგივე სასამართლომ გაასამართლოს. მაინტერესებს ესენიც თუ დაუძახებენ ამ მოსამართლებს მონებს. აი ამის ინტერესი მკლავს. ოცნების მართული მოსამართლე რო ისევ პატიმრობაში იტოვებს აქციის მონაწილეებს, ამაზე ხალხი აღშფოთებას გამოხატავს ხოლმე. რომ დააკნირდე ხო, ხალხი ამ ხელისუფლებისგან და სასამართლოსგან ხოლმე ელოდება რაღაც აი ჰოლივუდის ფილმის happy ends, რომ აი ბედნიერ დასასრულს. ანუ ფინალურ სცენაში რომ უარყოფითი გმირი, მაგალითად მოსამართლეს გონება უნათდება და კეთილი რო ხდება და ამ ყველაფერს უარყოფს და უშვებს ხალხს. ასე ელოდებიან ხოლმე მოსამართლეების გადაწყვეტილებებს. და ეს რომ არ ხდება, უარესად ბრაზდებიან ეს ადამიანები, ხალხი. ერთი რაც უნდა დავიმახსოვროთ, ამ მოსამართლეების პირობებში ჰოლივუდის happy end-ი არ იქნება. არასოდეს, ამიტომ გამოიგდეთ თავიდან, ანუ რომ ნერვიულობთ, რომ მე იქნება მოსამართლემ 1 საათი დააგვიან ეთყობა რაღაცაზე ფიქრობს. არ იქნება, არ არის ჰოლივუდის happy end-ი არ იქნება, იმიტომ რომ რეჟიმის მოსამართლეს არ გააჩნია გრძნობა, ემოცია, სინდისი, სითბო, სიყვარულის შეგრძნება, მიმიკა, გამოხედვა, რამაზი თვალები, სული, ტყავი, ფილტვები, გული, ღვიძლი, გულის მარცხენა ზედაპარკუჭი, სისხლძარღვები, სისხლი და სისხლის შემადგენელი მოლეკულები. არ გააჩნია და არ გააჩნია არაფერი იმისა, რაც გონებას გაუნათებს. ამის შანსი არის ნული. მოეშვით დადებით რაღაცებზე ფიქრს. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი და სრული განუკითხაობაა არჩევნების შემდეგ და ამ დროს ვნახოთ რა პოზიცია აქვს სახალხო დამცველ ლევან იოსელიას. ვნახოთ. სახალხო დამცველი ამტკიცებს, რომ არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულობა თვალით არ უნახავს. ესე იგი თვალით არ უნახავს გაყალბების ფაქტები. და მარნეულში ბუჯა ბიულეტინებს რომ წიხლით რომ ტენიდნენ, მაგ დროს ალბათ იმედზე უყურებდა თურქულ სერიალს. ალბათ შეიძლება ეგ არ ქონდეს ნანახი. ეთყობა ვეღარ მიაქცია ყურადღება, ალბათ სერიალმა შეყოლა იცის ყოველდღე ელოდები და ასე შემდეგ. აი ეს განცხადება როგორ უნდა გააკეთოს დღეს, როცა 50 დღეზე მეტია პროტესტი არ შეწყვეტილა. მთელი ქვეყანა და ბიზნესი გაიფიცა. დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს. მე მგონი ლევან იოსელიანის შუბლის უნდა გადაუგზავნოთ სამხარაულის ექსპერტიზაზე.
მე ეჭვი მაქვს რომ შუბლის ძარღვის სერიოზული დაზიანებაა და მე შენია მთლიანად ტვინის არ ჩაითრიოს ამ გაწყვეტილმა ძარღვმა ძალიან სახიფათო ამბავია რომ ვაკვირდები ქართული ოცნება არაფრის შეცვლას არ აპირებს ერთადერთი რაც 2025 წელს ოცნებაში შეიცვალა ეს თბილისის მერის კახი კალაძის იმიჯია მოდით ვნახოთ როგორ გამოიყურება დღეს დღეობით ბატონი კახი კახი თმა გადაიპარსა და უძინართან მზის დათოს გავს ახლა ზოგი ამბობს არ უხდებაო ზოგი ამბობს უხდებაო კახი ხალხს არ უსმინო ძალიან კაი იმიჯია დედას გეფიცები მამას გეფიცები აგნესას თავს გეფიცები როცა მერი აღარ იქნები ძალიან გთხოვ ოქრო წაიღე და იმიჯი ჩვენთან დარჩება იცოდე ერთი სასიხარულო ინფორმაცია მინდა გაგაცნოთ მეგობრებო 2025 წლის იანვრის თვიდან პარლამენტარების ხელფასი იზრდება 11680 ლარამდე და პენსია იზრდება 35 ლარით გესმით ხალხო პარლამენტარის ხელფასი გაიზარდა სულ რაღაც 11680 ლარამდე სულ რაღაც სამაგიეროდ პენსიები გაიზარდა 35 ლარით აი ასე ზღვრავს ქართული ოცნება ჩვენს პენსიონერებს და დიდი მადლობა მინდა უთხრა პარლამენტარებს და მთავრობას რომ გამოიჩინეთ ამ ხელა სულგრძელობა 11715 ლარზე უარი თქვეს მოიკლეს ის 35 ლარი და 11680 ლარი დაიტოვეს და ამით ქართველ პენსიონერებს 3 თავი წამლის ოდენობით გაუზარდეს პენსია განა ეს ადამიანობა არა ასეთ დათმობაზე წასვლას რამხელა რამ სჭირდება თქვენ იცინეთ და თუ პენსიონერი და პარლამენტარი ერთდროულად ხარ უკვე სერიოზული თანხა გამოდის უკვე ძალიან სერიოზული მონოლოგის ბოლოს შემოვინახეთ ჩემი ფავორიტი ვიდეო ეს არის ვიდეო რომელიც ჩაწერა ოცნების დეპუტატმა ნინო წილოსანმა ამ ვიდეოთი მან გადაარჩინა ბაკურიანის ტურისტული სეზონი მოდით ვნახოთ ეს ვიდეო ბაკურიანში არის ფანტასტიკური თოვლი, არის ძალიან მაგარი სრიალი, როგორც იცი, გუდაურშიც კარგი თოვლია, კარგი სიტუაცია, არ დაუჯეროთ არც ერთ მატყუ არა ტელევიზიას, ჩამოდით, ისიამოვნეთ, იხალისეთ და ბედნიერი ახალი წელი. ანუ ამბობს რომ თითქოს ოპოზიციური არხები არ ვრცელებენ ინფორმაციას, რომ ბაკურიანში თოვლი არაა. ხედავთ რეები ხდება ძვირფასო ტელემაყურებლებო. იმ დღეს მეც ახლა რაც ჩემი თვალით ვნახე, მე რაც ვნახე ჩემი იმ დღეს ნოდარ მელაძესთან, მაკა ჩიხლაძე დადიოდა ბაკურიანში, მშრალ ადგილებში სპეციალურად და არ ვრცელებდა შეხედეთ რომ ბაკურიანში თოვლი საერთოდ არ არის, თოვლიც დაადნეს კოცებმაო. თოვლიც დაადნესო, თურმე რეალობა რა არის, ხვდებით? თვითონ ნინო წილოსანი ავიდა ეს რო გაიგო ვერ მოითმინა ავიდა ბაკურიაში თავის 5000 ლარიანი აღკაზმულობით შესამოწმებლა და თავისი კამერით დაგვანახა რომ მართლა თოვლი არის თორე ჩვენ ოპოზიციური არხები რეებს მაშუკებდით აი მრცხვენია უკვე რა უკვე აი სად მუშაობ ეს სად მუშაობ როდემდე უნდა გაგრძელდეს ამ ოპოზიციური არხების თავგასულობა ზაფხულში მახსოვს ფორმულა ავრცელებდა რომ ბათუმში ზღვა არ იყო დავიჯერეთ ხალხმა კაცო კიდევ კარგი იმედი არსებობს და გვითხრა რომ ბათუმში ზღვა არის ამიტომ დაისვენეთ ხალხო ზამთარში მთაში დაისვენეთ და ზაფხულში ზღვაზე არ დაუჯეროთ ამ ოპოზიციურ არხებს არაფრის შეგეშინდეთ მადლობა ნინ მადლობა კლავაც მეიმედები და ძალიან მეინდივიდუალურები ძალიან დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალურ თაფლოვანს ბენდი თამუნალეკო ის ხელმძღვანელს მადლობთ გადაცემის წარმოდგენია PSP ჩემი ოჯახის საფთიაქი